საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყაროზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ეს ამბავი ძალიან მაშფოთებს, რადგან ასეთი სიუჟეტები ჩვენს არხებზე არ უნდა გადიოდეს. და მას პრეზიდენტი არ უნდა უყურებდეს. სამხრეთ იაპონიაში ვულკანმა სიმოემა ამოხეთქა კრატერიდან ამოფრქვეული ლავა 1600 მეტრს აღწევს. მთავრობამ ქალაქ ტაკახურადან უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. სინოპტიკოსები ადგილობრივებს ურჩევენ, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ სტიქიის ზონებში მდებარე საცხოვრებელი სახლები. აი, სრულ ბედნიერებას ეზღა აკლდა. გაიგებს რა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ვულკანის ამოფრქვევა შესანიშნავი საყურებელია, უმალ გავარდება მიძინებულ ვულკან მყინვარწვერის ძირში. მოაგროვებს ფიჩხს და მთის ძირას კოცონს გააჩაღებს. კოცონი, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ვულკანის პროვოცირებას მოახდენს. ამოიფრქვევა და ულამაზეს ფეიერვერკად გადაიქცევა. ამ სილამაზის შემხედრე პრეზიდენტი შეხვირებს ჩქარა, ვერონიკა ჩქარა ტურისტებს უხმე, მთელი მსოფლიოდან უხმე ტურისტებსო. მას მერე რაც ტურისტებს მოაგროვებს, ახალ საქმესაც გაიჩენს და იქ სადაც ყველაზე მეტი სიმხურვალე და სითბო იქნება, დევნილების ჩასახლებას დაიწყებს. დევნილების იმიტომ, რომ მათ ზამთარში სითბო, გაზი და სანახაობა უფასო ექნებათ. მერე დადგება ვულკანის ფონზე და სახელისუფლებო არხებით გამართავს ბრიფინგს იმის შესახებ, რომ მყინვარწვერი ყველაზე მაგარი, ლამაზი და გამანადგურებელი ვულკანია მთელს ევროპაში. რომ დევნილები საქართველოში არ არსებობენ, რომ საქართველოში არსებობს ხალხი და ამიტომ არის, რომ საქართველო ბიზნესის დაწყების მხრივ ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ხო, თუმცა ეს ორი რა კავშირში ერთმანეთთან არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე ასე ლაპარაკობს ხოლმე. კიდევ კარგი, ამ კაცს მართლა არ შეუძლია ხელოვნურად ვულკანის ამოფრქვევა. თორემ მერე ნახეთ თქვენ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამდენი ხნის ჯაფა, წვალება და ოფლი დიდ რვიანს, ანუ ქართულ ოპოზიციას უცხოელმა ექსპერტმა ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაუყარა. საერთაშორისო ექსპერტები ქართული ოპოზიციის ინიციატივას არ ეთანხმებიან. IFS-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბიომეტრული მონაცემებით ხმის მიცემაში, რომელსაც სოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, შესაძლოა არჩევნების პროცესის პარალიზება მოახდინოს. აი, ხომ გეუბნებოდით, რომ რვიანი ამ საქმეს ვერ გაუმკლავდებოდა. რამდენჯერ თქვი, რომ ცხრიანი არის საჭირო. არ დამიჯერეთ და ამდენი ნაწოლები ვიღაცა უცხოელმა დაგიწუნათ. ახლა რა გავქნათ? როგორ გავაუმჯობესოთ გარემო? ხო, რვიანს პლუს 1 უდრის 9-იანს. ყველას მინუს ნოღაიდელი უდრის 47%-ს. 47 აყვანილი 2 მილოცვის ხარისხში უდრის 2013 წელს. ხო, 2013 წელს საარჩევნო გარემო თავისით გაუმჯობესდება და ეს ნამდვილად დიდი რვიანის დამსახურება იქნება. აი, სულზე მოგვისრო აზიის განვითარების ფონდმა თუ რაღაცა მაგ დაგავარმა. თორემ 2011 წელს როგორ გადავაგორებდით, მხოლოდ მიშა მუწყის. მორიგი ტრანში საქართველოში აზიის განვითარების ბანკისგან თბილისში 500 მილიონი დოლარი გადმოირიცხება. უკვე გაწერილია, რაში დაიხარჯება თანხა. გადმორიცხული მილიონებით გაუმჯობესდება წყალმომარაგების სისტემა და დამონტაჟდება წყლის გამწმენდი ახალი დანადგარები. 10 ქალაქში კი კანალიზაციის სისტემა სრულად გამოიცვლება. მილები უშუალოდ საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწევს. საპილოტო პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ქობულეთსა და ბაკურიანში. კარგით, ბატონო, აზიის განვითარება რა უხერხულად გზნობ თავს. აი, რა საჭირო იყო ეს? ბატონო, ბავშვებს წაუღო? არა, ბავშვებს უკვე წაუღე 200 მილიონი. არ იყო საჭირო, ბატონო, აზიის განვითარება. მაგრამ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ აზიის განვითარების ფონდმა 500 მილიონი გამოგვიყო და ამ თანხით ვაპირებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელ საქართველოში. ყველა სოფელში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ჩვენ შევცვლით და განვაახლებთ კომუნიკაციებს. მართლა არ იყო საჭირო ამდენი. მოგეცათ 100 მილიონი და გვეყოფოდა ამ წელს, მაგრამ მაინც დიდი მადლობა. ხომ იცით, რომ ვალში არ დაგჭებით და გადაგიხდით ამ თანხას. ხო, მე თუ არა, აგერ ხალხი გადაიხდის, ეგენი არ დაგაღალატებენ, არა. ვიშ, რა 500 მილიონი ავაგდე? საქართველოს ნატოს საინფორმაციო ცენტრმა გამოსცა ნატოს კალენდარი, რომელიც ბავშვების მიერ შესრულებული ნახატებით არის გაფორმებული.
ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ახალი 2011 წლის კალენდარი გამოსცა. ამ კალენდარში ელენე ახრედიანის ბავშვთა სურათების გალერეის ახსაზრდელთა ნამუშევრებია მოქცეული ყველა სურათი ნატოს თემატიკაზეა. აი ასე თუ დაუახლოვდებით ნატოს, თორემ ისე არაფერი გამოვდის. ყველამ რომ გამოსცეს ასეთი კალენდარი ნატოს შესახებ ძალიან კარგი იქნება და ჩვენ საქმეს წაადგება. მე და ჩემმა კოლექტივმაც გადავწყვიტეთ გამოგვეცა კალენდარი ნატოს შესახებ და შესაბამისად ჩვენს ყოველი თვე ლამაზი სურათებით გავაფორმეთ. აი მაგალითად, იანვრის თვის კალენდარი გავაფორმეთ ნახატით თუ როგორ აღნიშნავს მაპი ახალ წელს საქართველოში. ამ ნახატში ის ქართველ ხალხს ცნობილ ჰიტებს უმღერის. თებერვლის თვეში მაპი აღნიშნავს ვალენტინობას 28 შეყვარებულთან ერთად. იმედია რომ საქართველოს იქნება ვალენტინობის წვეულებაზე მიწვეული. მარტის თვე გავაფორმეთ ნახატით, რომელსაც აღნიშნულია მაპი მარტის კატებთან ერთად. აპრილისთვის კალენდარზე არის წარწერა დღეს 1 აპრილია, მაპზე უკეთესია. მაისისთვის კალენდარი გაფორმებულია ნახატით, სადაც მაპი საქართველოს უმღერის სიმღერას ვარდობის თვეს როგორ გავძლო მარტო. ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების კალენდრები, ესე იგი, უпроსტად თვეები გაფორმებულია ნახატებით, სადაც მაპი ხან ბათუმის ზღვაში ბანაობს, ხანაც პლაჟზე ირუჯება, ნოემბერ-დეკემბერში კი მაპი და მაპზე უკეთესი ხსნიან სამთო სათხილამურო კურატობს მთელი ალიანსის მასშტაბით. აყვავებენ ეკონომიკას და მართავენ მოლაპარაკებებს ახალ წევრების მიღებასთან დაკავშირებით. აი ასეთი ლამაზი და საინტერესო კალენდარი შემოგთავაზა თავების შემოქმედებითმა ჯგუფმა. ნატოს შესახებ. ხო. ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ასეთ სტატიას ინტერნეტ სააგენტო Interpress News-ზე წავაწყდა. და ერთობ დამაინტერესა. თავიდან მეგონა შოპინგისთვის გაემგზავრა ბატონი ალასანი ამერიკაში, მაგრამ არა. სტატიაში ვკითხულობთ, ვიზიტის ფარგლებში მას ორმხრივი შეხვედრები ექნება სენატორებთან, ჯონ მაკკეინთან და ჯო ლიბერმანთან. ასევე კონგრესის ახალ წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრებს იმ საკითხებზე, რაც მისი თქმით ყველაზე სტრატეგიულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. It's very interesting thing, Mr. Misha. მოკლედ, ბატონო მიხეილ, არ ამგონია ხა წერა თითებით ჯეირანის თამაში მონატრებოდა ბატონ მაკკეინს. რაღაცა უფრო სერიოზულად არის საქმე. ნუ თუ მომეზრდათ ვაშინგტონში ჩემი მაღალი და გადაწყვიტეს მოცინარი დანიშნო. არა, ისე კი არ გაიგოთ რომ ეხლა თითქოს ვაშინგტონიდან იმართებოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. უბრალოდ გამოცდილებას უზიარებენ მეგობრებს. მე ეტყვიან, მოდი თითო ჭიქა დავლიოთო, გააგზავნიან ვინმე ახალბედა კონგრესმენს არაღზე და დაიწყება. ეს ჭიქა ჩვენი მეგობრობისო, ეს ჭიქა ტკბილი მოგონებებისო, ესეც წასულებისო და მერვე მეცხრე ჭიქაც რომ ჩამოუსხავენ, მუხსა ხელს დაკრავენ და ეტყვიან, იკუნა, პრეზიდენტობაზე არ გიოცნებიაო? ეს ეტყვის ბიძაშვილს და ჩემ სისხლს ახლა რავა შევეზიარებიო. შენმა ბიძაშვილმა მოჭამა თავისი დრო და აბა უცხოს ხო არ უნდა ჩაუგდოთ ქვეყანა ხელში. შენ უნდა იყო ისევ სათავეში. ირაკლი ეტყვის ხალხში რეიტინგი საერთოდ არ მაქვს და ურეიტინგოთ როგორ გავხდე პრეზიდენტიო. ხალხს ჩვენ მივხედავთ. მიშა ვაძახებინენ და ირაკლის ძაღლს რაღა უნდაო. თან ქალებს მაგრად ევასებიო. ირაკლი დაიმორცხებს და საქმეც ასე მოყვარახჭინდება. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. გამოვიდა და იქვე კრახითვე დასრულდა ქართული ოპოზიციის ბოლო ეროვნული სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით უკეთესი საარჩევნო გარემო. დაინტერესდით, შეიძინეთ, გაეცანით და თქვენი ჭკვიანური შენიშვნებით შეიტანეთ ზემოთხსენებულ ნაშრომში, რათა იქნება და როგორმე ჩვენ მაინც გადავარჩინოთ გადაშენების პირას მყოფი ოპოზიციური ექსპონატები. ქართული ოპოზიცია. Опять двойка. გამოიღო. ბოლოს და ბოლოს გაძვირებული პროდუქტების, გაჭირვებული ხალხის და დალხინებული მთავრობის კომპონენტებისგან შექმნილმა სურათმა შედეგი გამოიღო. ევრაზიის განვითარების ფონდი გჩუქნის $500 მილიონ. ხალხო, კიდევ უფრო გავიჭირვოთ ცხოვრება, კიდევ უფრო დავგლახავდეთ, დავჩაჩანაგდეთ და ერთი 500 მილიონი კიდევ ვაშოვნინოთ ჩვენ საყვარელ მთავრობას. ევრაზიის ფონდი. თქვენ წუწუნებთ, ჩვენ გჩუქნით და თქვენ ისევ წუწუნებთ. ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს ზარალს აყენებს, სამაგალითო და მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამას გვეუბნება ყველა ჯურის კანონი.
ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს შმონდერების ანუ კონტრაბანდისტების მიმართ ახალი აკრძალვები დაწესდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოში აღურიცხავის საქონელი შემოჰქონდათ და ტვირთის რაოდენობის დასაფარად ტანსაცმელს თავად იცვამდნენ, რითაც ბიუჯეტი ზარალდებოდა. აი, ვინ აზარალებს ბიუჯეტს? აი, ვინ არის ინფლაციის მიზეზი? ვერაგები ესენი გადადიან და გადმოაქვთ რაღაცები ჩუმად და ფლანგავენ ბიუჯეტის ფულებს. მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ გადაიპარნენ ეს შმონდერები და უკანონოდ გადმოიტანეს საზღვარზე ანდრეა ბოჩელი და მერე სრულად უკანონოდ ამღერეს. თურმე ვარძელაშვილი დადიოდა და გაიძახოდა, საიდან ეს ოქროს უზალთუნები ამდენი ფული ვინ მომაშავაო. ხო და თურმე შმონდერები სოინი ყოფილა, ესე იგი, ყველაფერი ეს. ასე უკანონოდ უნიშნავდნენ პრემიებს ქართულ მაღალჩიოსნებს. ეკონომიკური კრიზისი რომ ზვინვარებდა, ვინ ააშენა მშვიდობის ხიდი? შმონდერმა არქიტექტორმა. თვითნებურად უამრავი ფული რომ ესე იგი რომ გადაყარა ამ სიმაღინჯის და უნიჭობის აშენებისთვის და მერე დაგძახო და რა მშვენიერია ხალხო დაატყვით მისი ცქერითო. რამდენი ჩემოდანი მწვანე აქვთ გატანილი ეს მერე გამოჩნდება. კანონი რომ გამკაცრდება და ურემი გადაბრუნდება, მაგრამ მე მაინც გული შემტკივა შმონდერებს. რადგან ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს და რაც თავარია ეს შმონდერები რომ წავიდნენ. ვინ უნდა მოვიდეს? აი ამაზე გამეცით პასუხი და არ არის პრობლემა წავიდნენ, ხო? ახალი ამბების სააგენტო GHN ავრცელებს სტატიას სახელწოდებით რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინის ძეგლი გახსნა. სტატიის მიხედვით, ელცინს ძეგლი იმიტომ დაუდგეს, რომ ქვეყანა ბორის ელცინის მადლიერი უნდა იყოს 90-იან წლებში განხორციელებული რეფორმებისთვის. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. ყველა ქვეყნის პრეზიდენტი თავის წინამორბედს ძეგლს უხსნის, მაგრამ მე მაინტერესებს, რა მიზეზით უნდა დაუდგას ჩემმა პრეზიდენტმა თავის წინამორბედს ძეგლი. ეგ ხომ გაბრაზებულია შევარდნაძეზე და მისი დანახვაც კი არ უნდა. თუმცა მე დავეხმარები გამოსავლის მოწეფნაში ჩემს მაღალს. შევარდნაძეს იმიტომ ეკუთვნის ძეგლი, რომ მან არ გადაუხვია 90-იან წლებში აღებულ განვითარების კურსს. ექს-პრეზიდენტი არჩევნებზე აყალბებდა, არ იცავდა სიტყვის თავისუფლებას და უგულვებელყოფდა ყველა დემოკრატიული ნაპერწკალის გამოვლენას. ხალხი ყავდა სიბნელეში და თავის დროზე არ იძლეოდა პენსიებს. სწორედ მან გაატარა საჭირო რეფორმები, რამაც განაპირობა 2003 წელს ჩემი მაღალის გაპრეზიდენტება. განაეხა ეს რა არ უნდა იყოს დანახული ბატონო პრეზიდენტო. სწორედ შევარდნაძის დამსახურება არის თქვენ რომ დღეს პრეზიდენტი ხართ. ატარებთ საჭირო რეფორმებს და ამიტომ სრული მორალური უფლება გაქვთ რომ შევარდნაძეს გაუხსნათ ძეგლი და არ ჩამოუვარდეთ რუსეთის პრეზიდენტს მარიფატში. თავისუფალმა დემოკრატებმა ახალი ჩვენთვის უცნობი ამბავი გამოამზეურეს და ახალი მოთხოვნებით წაუყენეს მთავრობას. დაცული მოქალაქე, დაცული პოლიციელი პროექტი თავისუფალმა დემოკრატებმა დიპლომატებს გააცნეს. მათი განცხადებით, პოლიცია და უშიშროების სამსახური არ არის დამოუკიდებელი და ხელისუფლება მათზე გავლენას ახდენს. პარტიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციას მოითხოვენ. თავისუფალი დემოკრატების აზრით, უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზაცია და ჩამოყალიბდეს სამი დამოუკიდებელი განყოფილება: პოლიციის, სასაზღვრო და სამაშველო დეპარტამენტები. კაი. და ეგ ამბავი რა დიდი ხანია ასე? ჩემს უსაყვარლეს და უპატიოსნეს პოლიციას რა გინდა თქვათ რომ მთავრობა მართავს? როგორ გებრუნდებათ ენა თავისუფალო დემოკრატებო და როგორ სწამებთ სილს ჩემი ქვეყნის მთავრობას? პოლიციას თავის ჭკუაზე ატარებსო. თქვენ რა გინდა თქვათ რომ საქართველოში სიტყვისა და დუბინკის თავისუფლება არ არის? ან როდესაც რაიმე აუქსიტყვი მთავრობაზე შენს პოზიციას დააფიქსირებ და არსებული შეცვლას მოითხოვ, თურმე ის მომღიმარი პოლიციელები თავის ინიციატივით კი არ მოდიან და გიბაყუნებენ, არამედ ვინმე ისეთი ადამიანი აგზავნის, ვისაც ეს პროტესტი ეხება. არამც და არამც, ნებას არ დაუშვებ. თქვენ გინდათ რომ პოლიცია დაანაწევროთ, დაგსაქსოთ, დაასუსტოთ. ყოველივე ამით მინისტრ მერაბიშვილს ძირი გამოუთხაროთ. შემდეგ ძირ გამოთხრილი მერაბიშვილის გამოცლით ჩემი მაღალის პრეზიდენტობის ერთპიროვნული მმართველობაში ასუსტოთ. ყოველივე ამით ნამდვილი დემოკრატია დაამყაროთ და მე ჩემი ესოდენ სანუკვარი გადაცემისთვის თემები აღარ გამაჩნდეს. ბარემ მითხარით რომ ყველაფერს ჩემს მოსაჩორებლად აკეთებ და საბოლოოდ მომკალით. ეს ან მე და ესა მომიკალით ეს ანთებული გული. არა. მე ვიქნები ქართული პოლიციის დასუსტების პირველი მტერი. იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი. მე მიყვარს ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მიყვარს ჩემი პოლიცია. თუ არ გჯერათ, აი გრძელდება სამოქალაქო ბუნტი ეგვიპტეში და ჩვენს განვაგრძობთ ეგვიპტის თემას.
სამხედრო ქვედანაყოფები პოზიციებს იკავებენ ტაჰრირის მოედანზე, სადაც უკვე მე-7 დღეა ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს. მომიტინგეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის 30 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ, საყოველთაო გაფიცვაც გამოაცხადეს. კაიროს დატოვებას ტურისტებთან ერთად მოსახლეობის ნაწილიც ცდილობს. ქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი გზა მანქანებითაა გადატვირთული. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, იაპონია და თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტის დიდ ქალაქებში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და იქ მყოფი ტურისტების ევაკუაციისთვის ჩარტერული რეისების დანიშვნასაც აპირებენ. აი ასეთი უგონურები არიან ეს ეგვიპტელები. არა, გასაგებია რომ მუბარაკი ავტოკრატია და თქვენ დემოკრატია გინდა. ვიცით რომ თქვენს ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს და მშიერი ხალხის გვერდით მხოლოდ მუბარაკის ოჯახი მდიდრდება. მაგრამ რა მოხდა მე? სამაგიეროდ აი დავაკვირდეთ ახლა ამ არეულობის შემდეგ კიდევ თუ შევა ინვესტიციები ეგვიპტეში. ტურისტები ხომ საერთოდ აღარ ჩავლენ, პირიქით სასწრაფო ტოვებენ ქვეყანას. ეს პირდაპირ დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას და შეიძლება ჩამოიშალოს კიდეც. ამასთან ისიც ფაქტია რომ ეგვიპტის მოვლენები ჩადის რესპუბლიკიდან ფინანსდება და ჩადის უშიშროების სამსახური, ანუ შუში ხელმძღვანელობს არეულობებს. ამიტომ ხალხო დაუჯერეთ მუბარაკს და სასწრაფოდ დაუბრუნდით თქვენს სამუშაო ადგილებს და დაბრუნდით სახლში. ქართველები თითქმის 40 წელიწადია უძლებდით ორ კაცს, დაბალსაც და მაღალსაც. და ერთხელ არ დაგწდენია სიტყვა დემოკრატიაზე. რატო? განარა? არ გვინდა? უბრალოდ თავარი არ ჩამოიშალოს. არა, ეს ეკონომიკა არ არის. მშენებლობა აქვს მეზობლებს და ამიტომ ერთი წამით ნუ ხმაურობ. გადაცემას ვწერ ხალხო. აი ასე მოუწოდებ ეგვიპტელ ხალხს. თავარია ეკონომიკა იყოს ჯანმრთელი. თავარი არ ჩამოიშალოს. ახლა აბების ეთერს ვუთმობ პოლიტიკოსებს და მათ მიერ წარმოთქმულ ფრაზებს. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. ამბობენ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო. თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ჩვენი რა მიდის რა? ვიქუხოთ და ვიგრუხუნოთ. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი ევროსასამართლოსთვის უკვე 2 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს. თავდაპირველად თემა დაიწყო საქართველოს პრეტენზიების წარმოება. მეოთხე ადგილი. მოითხოვე და მოგეცემაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფრაზა არ ჭრის. ჩვენ სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ვიზრუნოთ, იზრუნოს ხელისუფლებამ, ხელი შეუწყოს თუნდაც იმით, რომ გარკვეული საგადასაღადო შეღავათები დააწესოს. მესამე ადგილი. თანამდებობისთვის შეუფერებელიო, ამაზეა ნათქვამი, მაგრამ უკეთესი შესაფერისი რომ ვერ ნახა ჩვენმა მთავრობამ. ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს პროფესიონალი პოლიციელი. ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი პოლიციის დეპარტამენტი. მეორე ადგილი. თუ ნახავთ სადმე გაჭირვებულ საქართველოს ბიუჯეტს, გაიხადე და მიეცი. ხოლო თუ ბევრს ერთად ჩაიცვა, მაშინ დაგატყდებათ ბიუჯეტის რისხვა თავზე და ვერასოდეს მოიპოვებთ სიმშვიდეს. ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს შმონდერების ანუ კონტრაბანდისტების მიმართ ახალი აკრძალვები დაწესდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოში აღურიცხავის საქონელი შემოჰქონდათ და ტვირთის რაოდენობის დასაფარად ტანსაცმელს თავად იცომდნენ, რითაც ბიუჯეტი ზარალდებოდა. პირველი ადგილი. ეს ბიჭი კარგად თამაშობს. თითის წვერებზე დგება. პოლიტიკა ერთმანეთს არ უხდება. ძირითადად ჩვენ ამ კანონპროექტით ვთავაზობთ საზოგადოებას თუ როგორ ვაპირებთ პოლიტიკისგან დამოუკიდებელი გავხადოთ პოლიცია, როგორ ვაპირებთ ავამაღლოთ საპარლამენტო კონტროლი და სამოქალაქო კონტროლი პოლიციის სამსახურზე. ძირითადად ჩვენ ამ კანონპროექტით ვთავაზობთ საზოგადოებას თუ როგორ ვაპირებთ ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აპებს.